საგამშვიდობისა თვითფასო მეგობრებო, მოხარული ვარ, რომ ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს. ჩვენ მსმენელს, ჩვენს მაყურებელს, ვინც ხშირად გვიცხერს, მოეხსენებო, რომ ჩვენ ძირითადად ჩვენ ხას მივყვებით, ჩვენ მემართულებას მივყვებით, ვცდილობთ, რომ არ ამოვარდეთ ამ საერთო კალაპოტიდან, მაგრამ დროდადრო გვიხდება ხოლმე, როდესაც ჩვენ მასმედიაში ან სოციალურ ქსელებში ვრცელდება ისეთი ინფორმაციები, რომელიც ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, იძულებული ვართ ხოლმე, რომ გარკვეული პასუხი გავცეთ და რეაგირება მოვახდინოთ ამ საკითხზე. ასე იყო წინა შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ გვარი სოფლების, გვარი დასახლებების თეორიაზე, მის სიმცდარეზე და საპასუხოდ წამოვიდა ესეთი პასუხი, რომ კარგია, რომ ამაზე კამათი დაიწყო, უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ კამათს არ ვაპირებთ. ახლა ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაა, რომ ვერ იქნება ყველა თემა და ყველა იდეა და ყველა აზრი გასაგებია, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც კამათი შეიძლება ყოველ შემთხვევაში არსებობის უფლება აქვს. მაგრამ ეს საკითხი კატეგორიას არ განეკუთვნება. ახლა როდესაც პიროვნებებთან თუ პიროვნებთა ჯგუფთან აქსიომატურ საკითხებზეც კი ჭირს შეთანხმება და მსჯელობა სიწყეთ, მოპირდაპირე მხარე იმით, რომ 2x2 არის 7, მე ამ ხალხთან ჭირს უკვე უმაღლეს მათემატიკაზე საუბარი და კამათის გამართვა. ჩვენ უბრალოდ მივუთითეთ, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინათ, როდესაც წარსდგებიან საზოგადოების წინაშე თავისი იდეების, თავისი ნააზრების თუ სიზმრად ნანახის თუ ცხადად მოვლენილის მიწოდებას ლამობენ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და უფიქრდნენ, რაზეა ლაპარაკი. ჩვენ დღესაც სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვით, კვლავ მოუწოდებთ, რომ უპასუხისმგებლოდ მოიქცევიან და დაუფიქრდნენ იმას, რასაც ავრცელებენ. ეს სოციალური ქსელები იქნება თუ მასობრივი საშუალებები. რაც შეეხება ჩვენს ძირითად თემას, ამ ბოლო დროს თავარ სასაუბროთ, გახლავთ ის მემორანდუმი, რომელიც რუსეთმა უნდა წარადგინოს, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების სრული ჩართულობით ჩართული არის ამერიკის შეერთებული შტატები და ეს ძირითადად უფრო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება კი არა, უფრო გახლავთ ამერიკა, რუსეთის მოლაპარაკება, სადაც როგორც ამბობენ, რუსეთი აყენებს საკითხს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება უნდა შეწყდეს და კატეგორიულად ითხოვს უკრაინა, საქართველოს და მოლდოვას ნატოში არ მიღების წერილობით პირობას. ამ თემაზე დავიწყოთ კახა საუბარი. მივესალმებით ჩვენს მსმენელს. პირველ თემას რაც შეეხება ჯემალი, ეროვნული თანხმობის დარბაზი ვერ გახდება გარკვეული ჩამოყალიბებული მიზეზებიდან გამომდინარე ვერც ერთი პლატფორმის წარმომადგენელი. ჩვენი ოფიციალური მოსაზრებები და ოფიციალური პოზიცია პროსორეთ თავმჯდომარის ხელმოწერით ქვეყნდება ჩვენს მიერ გამოცემულ გაზეთში და გაზეთით ასევე ჟღერდება ვიდეო ჩანაწერებში. ჟღერდება იმ ვიდეო ჩანაწერებში, რასაც წარმოვადგენთ ყოველკვირეულად. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც არ წარმოადგენს ეროვნული თანხმობის დარბაზის წევრი არ გახლავთ, ზოგიერთი ცდილობს, რომ ეროვნული თანხმობის დარბაზის სახელით ისაუბროს, აკეთოს განცხადებები და განსაზღვროს დარბაზის კუთვნილებაც კი, ამა თუ იმ მიმართულებით. ეს ეროვნული თანხმობის დარბაზის პოზიციებს არ შეესაბამება. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ურთიერთშეთანხმებით, სრული კონსენსუსით. დიახ, უნდა ითქვას, რომ სრული კონსენსუსით. საკითხი წყდება პოლიტიკურად, ბოროტების გზის დაგდება ფორმაციის შეცვლას ნიშნავს.
და იმ უძირითადეს პრინციპებს ვეყრდნობით, რაც მოწოდებულია არაერთხელ გვისაუბრი ამის თაობაზე. კიდევ მოკლედ შემოვიფარგლები ამ შემთხვევაში არ თვლის საჭიროდ გავაგრძელოთ ისეთ თემებზე საუბარი და კამათი, ისეთ ნაკლებად სერიოზულ საკითხებზე ჩვენ ვერ გადავიტანთ ყურადღებას. ამ შემთხვევაშიც მაინც დღეისათვის ზოგადად შემოვიფარგლები, იმით რომ ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც გლობალიზაციის პირობებში ხას უსვავ, ძალიან შეცვლილია სამყარო, დედამიწა. ძალიან განსხვავდება წარსული საუკუნეებისგან, ეს არის ცხადზე უცხადესი. მე-19-მე-20 საუკუნის გამოცდილებები ახლა ნაკლებად გამოსადეგარია. კეთილი გამოცდილებები თუ კი ასეთი არის და კი ბატონო არსებობს და ერთადერთი ინსტრუმენტი ერს, რითაც შეუძლია სწორი კურსის შემთხვევაში თავი გადაეჩინოს, არის სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფოებრივი ძალმოსილება. ამაზე მოქნილი, ამაზე მძლავრი იარაღი არ არსებობს. იმიტომაც არის, რომ ცივილიზაციის ათვლაც იწყება პირველადი სახელმწიფოებრიობების ჩასახვიდან, იქიდან იწყებს დიდი ნაბიჯებით ჩამოყალიბებასა და განვითარებას საკაცობრიო სხეული, ყალიბდებიან ერები და ასე შემდეგ და სწორედ აქედან გამომდინარე იყო სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება უპირველესი, ერთ-ერთი უპირველესი ამოცათაგანი ამ მთელი ისტორიის განმავლობაში და ახლაც თუ ისაჭირბოროტო საკითხები, რაზეც გვიწევს საუბარი, სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება, ნებისმიერი რაღაც კერძო სტრუქტურა, რაც არ უნდა მოწადინებით ჩაერთოს გარკვეული ნაწილი, ვერავითარ ერის გადარჩენის პირობას ვერ შექმნის. ეს არის ცალსახა რეალობა. ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ საქართველო არ არის სუვერენული სახელმწიფო, ფორმალურია ჩვენი სუვერენულობა. მაინც მოხდა ცვლილება და ამაზეც არაერთხელ გვიტყვია, კიდევ კარგი რომ ჩვენ არ აღმოჩნდით იქითა ბანაკში, რომელიც მართლაც მსოფლიო ომის წარმოებისათვის არის ჩამოყალიბებული, აღმოჩნდით მეორე ბანაკში, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოებრიობა რაც გაგვაჩნია, ჯერ საჭირო სუვერენულობამდე ძალიან შორს არის, იმიტომ რომ პოლიტიკური, ეკონომიკური ფორმაცია არის გლობალისტურ, კაპიტალისტურ, მასონური, რაც ქართველისათვის ნორმალური საცხოვრის პირობების ლიკვიდაციით ახდენს იმას, რომ თუ ასე გაგრძელდება ომში, რომც არ ჩავებათ, სულ ერთია, მაინც დავკარგავთ ეროვნულ თვითყოფადობას, წავაგებთ დემოგრაფიულად და მოკლედ სახელი შეიძლება დარჩეს საქართველოსი, მაგრამ შიგ ქართველი არ იცხოვრებს, შიგ უმრავლესობა არ იქნება ქართული და ამისი უამრავი დამადასტურებელი ფაქტები არსებობს. ბოლოს და ბოლოს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ღიად აცხადებს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, ქართველი იქნება უმრავლესობა თუ არ იქნება, და იყოს უმცირესობა, მაგრამ მთავარი ეს ფუფუნება და ევროპული თავისუფლება იყოს აკო. ასეთი პოლიტიკური ორგანიზაციაც მოქმედებს საქართველოში და მოკლედ ყველა ნიშანია საინისოდ დროს დავინახოთ და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი სწორედ ამ რეალობას ვაცნობიერებთ და ვხედავთ. ასეთი პოლიტიკური, ეკონომიკური ფორმაციით საქართველო და ქართველი დააკარგავს თავის ქვეყანას და შეწყვეტს არსებობას ქართველი ერი, რაც იქნება ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია. ახლა რაც შეეხება მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხებს, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ამერიკის
მხრიდან გახმაურდა ის საკითხი, რომ დიახ სამართლიანია ერთგვარად რუსეთის მიერ დაყენებული ის მოთხოვნა საკუთარი უსაფრთხოების გამო, რომ ნატოს ბლოკი არ მიუახლოვდეს და ზონა, რაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ქვია, გამოცხადდეს ნეიტრალურ ქვეყნებად. ეს ღიად გამოვიდა. ესე იგი, ისე გამოდის, რომ, რა თქმა უნდა, ამ ორ ძალას შორის ბიდის მოლაპარაკება და არა უკრაინას და რუსეთს შორის მთლიანობაში და ბოლოს რაღაც ნაწილი გაიხსნა. კიდე ალბათ რაღაცებს გამოვიტანენ, რა სიღრმეებს ატარებს ეს მოლაპარაკება. ეს მოლაპარაკებები უნდათ მსგავსად, როგორც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მერე მოხდა გადანაწილება მსოფლიოს და ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა, მსგავსათვე უნდათ ამ უკრაინის კონფლიქტით დასავლეთთან, ჩრდილოეთსა და დასავლეთის, აღმოსავლეთსა და დასავლეთის მიერ წარმოებული ომი ისე დაამთავრონ, რომ მოხდეს გარკვეული გარიგებები და გარკვეული გადანაწილება მთელი მსოფლიოსი. თუმცა აქ სურათი გაცილებით რთულია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. და ღიად გამოვიდა, რომ თურმე საკითხი საქართველოს ნეიტრალიტეტის, მოლდოვასი და უკრაინის განხილვის თემა გახლავთ და თუ მსოფლიოს მშვიდობა და გადარჩენა უნდა, პოლიტიკურად ეს კურსია ასარჩევი, მაგრამ აქ არის მრავალი კითხვა. შენ გახსოვს, რომ როდესაც ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ, განსაკუთრებით მაშინ, დღესაც არის ამნაირი შემოხმიანებები, ამანაირი კამათი, რომ არავინ არ მოგცემს ჩვენ დამოუკიდებლობას, ისე უკაცრავად ნეიტრალიტეტს. დღესაც გვაქვს ამდაგვარ წინამდებობასთან შეხება, როდესაც გვაქვს საუბრები, რომ ნეიტრალიტეტს არ მოგცემენ, მაგრამ აი დრომ შექმნა ისე, როგორ წარიმართება ეს მოლაპარაკება, როგორ დასრულდება ეს სხვა თემაა, მაგრამ როდესაც საკითხი უკვე დაისვა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მიახლოება გვაქვს ამასთან. დიახ, რა თქმა უნდა. ეს იმის საპასუხოდ, ვინც ამაზე თითის ჩასაყოფი მასალა, ფაქტი, ურწმუნო თომას სინდრომი, ვისაც არ ჯერა, რომ რასაც ჩვენ ვეუბნებოდით, რომ აი ეს სახელმწიფოები უფრო ადვილად შეთანხმდებიან იმაზე, რომ საქართველო იყოს არავისი, ანუ ნეიტრალური, ვიდრე რუსეთი შეეგუოს იმას, რომ საქართველო იყოს დასავლეთის, ან დასავლეთი ამერიკა შეეგუოს იმას, რომ საქართველო დაждდეს რუსულ ორბიტაზე. აი ეს ერთისთვისაც მეორისთვისაც უფრო მიუღებელი იქნება და ბოლოს უფრო ადვილი იქნება მათ შორის შეთანხმდება, არც შენ არც მე, მოდი იყოს ნეიტრალური. რადგან ამაზე საუბარი უკვე დაიწყო, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმის ამ ეტაპზე როგორ წარიმართება, რა შედეგები დასრულდება, ამის მიუხედავად ეს უკვე გარკვეული წინადად უნდამიჯი. მე ესე რა თქმა უნდა, ეს მაინც დადებით მოვლენად უნდა ჩავთვალოთ, რომ ბოლოს და ბოლოს უმაღლესი ინსტანციებიდანაც მოაღწია ხმა, რომ ეს თემა არის განხილვაში და რომ ეს ორი დიდი ძერჟავა, ამერიკა თავისი უზარმაზარი მსოფლიო გავლენებითა და მასშტაბებითა, რუსეთი რაც არის ხომ არის, აი ამ თემას განიხილავენ ასე და უდგებიან საკითხს სწორედ ისე, დაახლოებით მაინც ისე, რომ რაზეც ხელია 1,907,000 ადამიანს მოწერილი და ეს ურწმუნოება ერთგვარად მოკლედ მოწინააღმდეგეები პოლიტიკურ სპექტრში ძალიან მძლავრადაა წარმოდგენილი და ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი სწორედ ეგ იყო, რომ აბა ვინ მოგცემს და ვინ კარგი კია, მაგრამ უტოპია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ახლა ვხედავთ, რომ ეს უტოპია არა, ეს არის ამ სოფლიო გადანაწილების პირობებში რეალური მოლაპარაკებისა და მორიგების საფუძველი. მიღწევადია და რამდენად კარგია, აი რომ დროს მოაქვს ეს ყველაფერი, რამდენად კარგია. შესაძლებელია დიდი ქართველების მიერ გააზრებული საქართველოს, მაგალითად გაბრიელ კიკოძე, ასე იაზრებდა, რომ საქართველოს ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოს. ის ეპოქა არ შეესაბამებოდა
ეს ადამიანი თავის ეპოქას უსწრებდა წინ და ასე იაზრებდა და აი დიდი ადამიანების მიერ განსაზღვრული და ჩამოყალიბებული შეხედულების რეალიზაციის დრო და არის დამდგარი. კარებები ფაქტიურად ღია, აქამდე თუ დახშული იყო და ჩვენ ვერ შევდივართ აქ სახელმწიფოებრივად არ შეგვიძლია ამის სიხმის ამოღება. რასაც ახლა ჩვენ თვალყურს ვატევთ, იმიტომ რომ ამ პროცესებში ჩვენი ჩამორჩენა რომ ისინი გადაგვიწყვეტენო ამ საკითხად დაველოდოთ ჩვენ რატომ უნდა ვიაქტიუროთო არის მეტად საზიანო. იმიტომ რომ კიდევაც რომ მორიგდნენ და გადაწყვიტონ ეს საკითხი, ავტომატურად ჩვენი კონსტიტუცია არ შეაფრიალდება. ფაქტიურად ეს ორი დიდი წამყვანი სახელმწიფო ჩვენ კონსტიტუციაში შეტანილ მუხლს როგორც ნახმარ ქაღალდს ისე დაჭმუჭნის და გადააგდებს. ხო და ჩვენ იძულებული გავხდებით იმ რეალობას შევეგოთ, რასაც დაგვიმკვიდრებენ. მაგრამ მოლაპარაკების მაგიდაზე არ დაისმება საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის შესახებ. რა თქმა უნდა. არ დაისმება. თუ კი ეს პროცესი ჩვენ გარეშე მოხდება, რაც მეტად დავაგვიანებთ, ფინალი მაინც საზიანო იქნება საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, რაც ჩამოაყალიბე ჯემალი, ძალიან ვფიქრობ მარტივი გასაგები, როგორც ერთს მივუმატოთ ერთი არის ორი, დაახლოებით ასეთი ბანალური სინამდვილე და ჭეშმარიტებაა სწორედ ის, რომ უფრო ძნელად შეეგუება ამერიკა იმ ამბავს, რომ რუსეთმა დაიკავოს საქართველო და თავის ჯარები განათავსოს და ასე შემდეგ. ამას ძალიან ძნელად შეეგუება, ვიდრე იმას, რომ საქართველო იყოს ნეიტრალური და ანალოგიურად რუსეთიც. ორივეს პროგრამა მაქსიმუმია, რომ თვითონ იპყრას ამიერკავკასიის გასაგები და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა თვითონ დაიჭიროს, ფიზიკურ ახსნას ვაძლევთ, მაგრამ თუ ამას არ აღწევს, მაშინ მინიმუმი ის არის, რომ თუ ვერ ვიკავებ ნეიტრალური მაინც იყოს. მოწინააღმდეგეს ხელში მაინც არ გადავიდეს. ასეთი სასარგებლო ბალანსი შეიქმნა მსოფლიოში, ეს უზარმაზარი ქვეყნები შეიძლება ამაზე შეთანხმდნენ. და ამ დროს საჭირო არის ეს შანსი ჩვენ ხელიდან არ გაუშვათ და ძალიან სწრაფად ავმოქმედდეთ. ამოქმედების რა რეალური ბერკეტები არსებობს. არსებული სამართლებრივი კარგით, რაც საქართველოშია, ახლა რა ფაქტობრივი მდგომარეობაც არის. გაჭედილია ხელისუფლება, არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, თავის მიერ შეტანილი მუხლი ნატოში უნდა გავწევიანდეთ და დასავლეთთან ინტეგრაცია, საკონსტიტუციო ვალდებულებათა თვითონ ჩასვა, ამ მუხლის ამოღების უნარი არ გააჩნია. არ ყავს სათანადო უმრავლესობა. ესე იგი, ჩვენ თუ ამ სამართლებრივ კარგას გავყვებით, ხელისუფლებას არავითარი შანსი არ აქვს, რომ ეს მდგომარეობა შეცვალოს, გამოიჩინოს ინიციატივა და აქტიურად ჩვენ თვითონვე დავაყენოთ საკითხი საქართველოს ნეიტრალიტეტზე. ერთადერთი რეალური საფუძველი, რითაც არის შესაძლებელი გამოვიდეთ ამ გამოუვალი ჩიხიდან, არის სწორედ ის, რომ ქართული საზოგადოებრიობა მიუბრუნდეს ბატონი აკაკი ჯორჯაჯეს ინიციატივით ჩატარებული სამ ეროვნული ყრილობების დადგენილებებს 1,907,000 ადამიანის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს საქართველოს რომელიც მაღლად გაქვს კონსტიტუციაზე და ახალი კონსტიტუციური წესრიგის წყაროს წარმოადგენს, სადაც განსაზღვრულია საქართველოს ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით, ეროვნული საფუძვლის გამოცხადებით. ამასთან ბათილად აქცევს ყველა ამ ბოლო წლებში ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც ვალდებულებებს შეიცავს ჩვენი ხელისუფლების მიერ გაფორმებულ დოკუმენტებზე, მაგრამ ხელმოწერილებზე მაგალითად რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, ლაკაბალებს და არ გვაძლევს საშუალებას ჩიხური მდგომარეობიდან დავაღწიოთ. დავიდა
კაბალურ ხელშეკრულებებზე და კაბალურ ვალდებულებებზე ვთქვათ სამუდამოდ ერთხელ და სამუდამოდ უარი. არ გვაძლევს, არ ეძლევა, იმიტომ რომ თვითონ აქვს ხელი მოწერილი და ესე არ არის, რომ შენ დაურღვე შეთანხმებები და თვალებში მიაყარო. მაგრამ დიდი ქვეყნებიც კი ვერ აკეთებენ და მით უმეტეს პატარა საქართველო ვერ იზავს. მაგრამ სამართლებრივი ფუნდამენტი, რაზეც ლაპარაკი გვაქვს, ეს აძლევს ქართულ საზოგადოებრივობას შექმნილი ჩიხიდან უმტკივნეულოდ და მომენტალური გამოსვლის საფუძველს იძლევა. რა არის საჭირო? საჭირო არის სწორედ ეროვნული კრების ჩატარება, ეროვნული ყრილობის ჩატარება, სადაც არსებული ხელისუფალი და ყველა ეს პოლიტიკური, შეგნებული პოლიტიკური ძალა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია მივიღებთ მონაწილეობას და იმ ყრილობის დადგენილების საფუძველზე და 1,907,000 ადამიანის ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე სათავეს დაუდგებთ იმ უნიკალურ პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცვლილებებს, რა შინაარსიც არის ჩადებული ამ ხელმოწერებში და მომავლის პროგრამაში. ეს არის ყველაზე სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმე, თუ გინდა რომ არ ჩამოურჩეთ დროს და უჩვენოთ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო ანგარიშით შეიძლება საქართველოს ნეიტრალურად აღიარონ, მაგრამ ამას არ მოყვეს შესაბამისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასე შემდეგ. თუმცა მანამ სანამ საქართველო იქნება მასონურ, კოსმოპოლიტურ, კაპიტალისტურ, კერძო საკუთრების პრიმატით და ასე შემდეგ, რაც არის ფორმაციით, სამწუხაროდ საქართველო ვერ იქნება აღებული ვალდებულების გარანტირებულად შემსრულებელი. იმიტომ რომ დღეს ერთი პარტია, ხვალე მეორე პარტია მოვა და შეიძლება მან სრულიად სხვა პროგრამა შემოსთავაზოს საზოგადოებას და კურსი შეცვალოს. აი მსგავსად როგორც მოხდა ასეთივე ელვისის სწრაფით, ის ნეიტრალური ქვეყანა ფინეთი მაგალითად უცაბედად გააწევრიეს ნატოში და მანამდე პოლიტიკური ძალები, რომლებიც ეთანხმებოდნენ ფინეთის ნეიტრალიტეტს, უცებ შეცვალეს და ფაქტიურად ნატო ჩრდილოეთიდან ძალიან მჭიდროდ მიუახლოვდა რუსეთის ფედერაციის არმიას. იგი არსებული მართვის სისტემა, არსებული ფულის სისტემა არ იძლევა მყარი გარანტიების საფუძვლებს. და ხას უსვამთ, რომ სიმყარის განცდას არ ტოვებს, როდესაც გარე ძალას რომელიმე ქვეყანასთან დაჯგუფება შეუძლია დიდი ფულის ჩადებით შექმნას აქ პოლიტიკური ორგანიზაციები, დააფინანსოს და შექმნას ტელევიზიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს ყველაფერი ორკესტრირებულად ერთი მიმართულებით იქნას მიმართული და მივიდეს იმ შესაძლებლობამდე, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ძალა მოიყვანონ ხელისუფლებაში და მერე გადააწყვეტინონ და მიაღებინონ ის კანონები და გადაწყვეტილებები, რომელიც მათ ნებავთ. აი ამ სისტემის პირობებში სიმყარის და მდგრადობის, სანდოობის თემა არ არსებობს. რა თქმა უნდა, დიახ. განცდა არ არის ამისი, რომ შესაძლებელია ნდობის საკითხი არსებობდეს დაუშვათ ამ ქვეყანასთან ამ კუთხით. ჩვენც მაგალითად დღეს მიდის ამაზე ლაპარაკი, კი ბატონო. და რამდენად გულწრფელი არიან ეგ სხვა თემაა კიდე, ხო? ეგეც გამოჩნდება ახლა დრო გვიჩვენებს. მაგრამ ტრამპის პრეზიდენტობის საათის ჩართულია. კი, ხვალ-ხვალზევით რა იქნება, ჩვენ თუ გარე ძალების მოიმედად უნდა ვიყოთ და მათ იმედზე, რომ ისინი გადაგვიწყვეტენ ჩვენთვის სასარგებლოდ ამ საკითხებს. აგერ გავაესწრები და სრულიად შესაძლებელი კი არ მოსალოდნელიც არის, რომ ტრამპის ხელისუფლება და იმ მიმართულება შეიცვალოს შეერთებულ შტატებში. მე რა ვშვები? დიახ. ხო, და ასეთი იმიტომ რომ იქაც სისტემაა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ფორმულა არ შეიცვლება. რაც მარტივად ჩამოაყალიბა ჩემარი, რომ ნეიტრალურ ქვეყანას უფრო შეეგუება ერთიც და მეორეც, ვიდრე ერთ-ერთის მხარეზე გადასულს და ერთ-ერთის, ასე ვთქვათ, სამხედრო ბანაკის ეგ ფორმულა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში მუშაობდა რუსეთშიც და ამერიკაშიც, დასავლეთის ქვეყნებშიც
მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რა დათმობებზე არიან ისინი წამსვლელი. თუ მაქსიმალურს ასე ვთქვათ, შეეცდებიან რომ მიაღწიონ. თუ მინიმუმზე თანახმა იქნებიან, ვინ იქნება რა ხელისუფლებები შეიცვლება, იქაც იგივე სისტემებია, ხო? და ეს პრეზიდენტები და ხელისუფლებები რომ თავისით და ხალხის ნებით არ იცვლება და რეალურად მათ უკან სხვა ძალები დგას, რომელიც თავისი ინტერესებით მოქმედებს და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ცვლის ამ ფიგურებს საჭადრაკო დაფაზე. აი ამას რა ვუყოთ? კი, და სწორედ მაგაშია საქმე, რომ რეალური სუვერენიტეტის გარანტიას იძლევა მხოლოდ და მხოლოდ ფორმაციის შეცვლა. იმიტომ ამ ფორმაციაში შეერთებული შტატებიც არ არის სუვერენული ქვეყანა. რა თქმა უნდა, არ არის. ტრამპს თითქოს ერთი პოლიტიკის გატარება უნდა, მაგრამ მაინდა-მაინც ეს ვერ ხერხდება, მთელი რიგი პრობლემები აქვს. კი, დიდი ქვეყნებიც კი არ არიან სუვერენული და კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვაგან მიიღება, სხვა ძალების ხდებიან. ჩtildeოვანი მართვის ფორმებია სინამდვილეში, კურსებს მიღმა ხდება დიდი გადაწყვეტილებების მიღება და ამიტომ არის სწორედ ინფორმაციული ცვლილებების გატარება აუცილებელი, რაც აგერ უკვე რამდენი წელია ამ მიმართულებით გვიწევს საუბარი. თვითონ ამერიკის ხელისუფლების დამოკიდებულებაც აი ბოლო პერიოდებში ჩანს, მოლოდინი რაც ჰქონდა ხელისუფლებას. ის მოლოდინები არ მართლდება, საერთო სხვანაირად იქცევა, ძველებურად იქცევა, როგორც ამბობენ, სხვა გადაწყვეტილებებს იღებენ, არადერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი უნდა ყოფილიყო დალაგებული, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება გადაბარგდა მსოფლიოში თვითონ ამერიკისგან წამოწყებულ ახალ პოლიტიკურ მოძრაობ ბანაკში, რასაც ქვია კონსერვატიზმი. ამაზე დიდი სხდომები და თაყურებები ტარდებოდა, ევროპაში არის რამდენიმე ქვეყანა ამ მიმართულების ინიციატორი. ჩვენებიც ესწრებოდნენ ჩვენი წარმომადგენლების და მოკლედ წინსწრებად გადავარდით, ხელისუფლება გადაბარგდა კონსერვატიულ ფლანგზე და თითქოს ამას უნდა მოეტანა ტრამპის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური ჩამოყალიბება და დალაგება. თანხვედრა, მაგრამ შიდა დინების ამბები მაინც ძალიან ძლავრად არის და ეს ვერ რეგულირდება. მაშინ ამას უფრო მეტად ღრმა ანალიზი ჭირდება. რა გვაქვს მხედველობაში? მართალია პუბლიკისთვის ტრამპი გაიძახის, რომ მე რო ყოფილიყავი ეს ომი არც დაიწყებოდაო, მაგრამ ეს ომი უნდა დაწყებულიყო და თვითონ ტრამპიც საჭირო მონაწილეობას იღებდა. ტრამპის ადმინისტრაცია იმჟამინდელიც გამალებულ ომის სამზადისში იყო ჩაბმული, იმიტომ რომ ამ ომს უნდა მოყოლოდა შესაბამისი შედეგები. ამ ომის არსი რაში მდგომარეობს? რუსეთის ჩიხურ მდგომარეობამდე მიიყვანა, უნდა მieყვანათ. დასავლეთის სამხედრო ბლოკი უნდა მიახლოვებოდა რუსეთის ფედერაციას გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ციმბირში უზარმაზარი მარაგებია სოფლიო რესურსების და რატომ უნდა გქონდეს ამ 150 მილიონიან ქვეყანასთანაც მართლმადიდებლურ ქვეყანას. აქაც ყველაფერი გასაგებია. ეს არის სამხედრო არმადა და ბლოკი, რომლის მიახლოებაც რა თქმა უნდა რუსეთის სიახლოვეს რუსეთის განადგურების მუქარის მაჩვენებელია. რუსეთის დაშლაზე მიდიოდა საბჭოთა დაშლის შემდეგ უკვე რუსეთის ფედერაციის დაშლა. უკრაინის ფრონტი, აქედან მეორე ფრონტის გახსნა, აქ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების შემოყვანა და ჩრდილო კავკასიის ამბოხება და არა მარტო ჩრდილო კავკასიის და ფედერაციის დაშლა უნდა წასულიყო. კი. ამ საქმეში
რა თქმა უნდა გამოყენებული და ჩართულია ევროპა, უნდა მieყვანათ ჩიხურ მდგომარეობაში, ჩაებათ ომში და დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის სცენარის განვითარება არის გერმანში. მსგავსად ამერიკა ორივე მხარეს ეხმარებოდა, ოფიციალურად ეხმარებოდა ლენდლიზით საბჭოთა კავშირს, ინგლისს, მაგრამ არაოფიციალურად ასეთივე წარმატებით ეხმარებოდა ვერმახტს. ცნობილია ფორდის ქარხნების მუშაობა გერმანიის ტერიტორიაზე, შესანიშნავი ფორდის ჯერ იქამდე ნაციონალ-სოციალისტები როგორ ჩამოყალიბდნენ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში, როგორ ხდებოდა გერმანიის შეიარაღება, დაახლოებით იგივე ხდებოდა, რაც უკრაინის შემთხვევაში. ხო, აქ წლების განმავლობაში მოამზადეს. აქ არის ცოტა შეცვლილი ვითარება, რომ ნატოს ბლოკის მთავარი დამრტყმელი ძალა და შემაიარაღებელი ამერიკა 70%-ზე მეტი ამერიკაა. და ასეთი ეგრეთ წოდებული პროქსი ომის წარმოება ბაიდენის პოლიტიკით გაგრძელება მიიყვანდა ბირთვულ კატასტროფამდე მთელ დედამიწას. ამიტომ ადრეც ვთქვით, რომ საჭირო იყო ერთგვარი გაციება, ძალიან ცხელდებოდა ვითარება და შეეცდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების გვერდზე გაწევას. ფაქტიურად რაც ხდება, მოდის ტრამპი 24 საათში გადავწყვეტ მშვიდობის აქტს, მართალია 24 საათი უკვე ძალიან გაგრძელდა და 100 დღეს გადაცდა და დღესაც პერსპექტივაში არ ჩანს ომის მშვიდობის საკითხების გადაწყვეტა. მაშინდელ ევროპასთან არ არის მაინდამაინც პირდაპირ მივიყვანთ, იმიტომ რომ გერმანიას უძლიერესი არმია შეაქმნეინეს, ფაშისტური გერმანიის ხელში აღმოჩნდა ძალიან ძლიერი სამხედრო მანქანა, დღევანდელ ევროპას ეს არ აქვს. ამერიკას აქვს. ამერიკის მონაწილეობა რუსეთ-ამერიკას შორის ბირთვულ დარტყმას გამოიწვევს, ამით ყველაფერი დამთავრდება. ეს ასე რომ არ მოხდეს, ამერიკა უნდა გავიდეს. ამიტომ დრო ჭირდებათ. ჭირდებათ დრო, რომ ევროპამ თავისი დაისხას იარაღი. ეს განცხადებები უკვე გააკეთებინეს ევროპის ამყვან ქვეყნებს. ეთი როგორიცაა გერმანია, როგორიცაა საფრანგეთი, მე გადავაფარებ ბირთვულ ქორგას თუ ამერიკა გადის, უათქმეინეს მაკრონს. ხო, მერცი გაჯავრებულია რუსეთის ესეთი აგრესიული ქცევით და უკრაინელების სიყვარულით შორსმოქმედი ტაურუსი უნდა გადასცეს. ასე აცხადებს გერმანია, ტრილიონამდე თანხის მობილიზაცია გადაწყვეტილი შეერაღებისათვის. ესე იგი, საჭიროა ევროპის მილიტარისტული სამხედრო რელსებისკენ გადაკარჩვა. საჭირო, ამას დრო ჭირდება, ეს უცებ ვერ მოხდება. რომ ევროპამ შეიძინოს სათანადო სამხედრო ძლიერება, რომ დაეჯახოს რუსეთს, რაც ასევე გადაიზრდება ბირთვულ კატასტროფაში, იმიტომ რომ 9 მილიარდიანი მართალია დეინდუსტრიალიზაციის პირობებში ევროპა მოქცეული საგანგებოდ, მაგრამ მაინც იმხელა პოტენციალია ამ ხელა ევროპაში, დასავლეთ ევროპაში თავმოყრილი, რომ სამხედრო რელსებზე თუ კი გადაიყვანენ საწარმოებს, გზარმაზარ სამხედრო პოტენციალს დააგროვებს ჩვეულებრივი შეერაღებითაც, აქ უკვე ავიაციით და არა მარტო ავიაციით, აშკარად დაჯავებს რუსეთის ფედერაციას, რაც გამოიწვევს ბირთვულ ესკალაციას ძალიან სწრაფად. შედეგები რა მოყვება? ევროპის სრული განადგურება და ასევე რუსეთის ფედერაციის განახევრება, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის განახევრება. თვითონ რეაქტი გამოთვლილი იმ პოტენციალის გათვალისწინებით, რაც საფრანგეთს გააჩნია ატომური პოტენციალი, ატომური ესკალაციის შემთხვევაში დაახლოებით 20-დან 40 მილიონამდე რუსეთის ფედერაციის მოსახლეობას გაწყვეტავს. ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა, თუმცა საფრანგეთით ევროპა აღარ იარსებებს. თავისთავად მაგის სრული გარანტიის მიცემა შეუძლია რუსეთს 1500-ზე მეტი ქობინი აქვს დარეგისტრირებული. ეს ფიზიკოსებმა და სამხედრო
საქმეში ჩახედულმა საზოგადოების ნაწილმა ძალიან კარგად იცის სრული გარანტირებული განადგურება ემუქრება ამ შემთხვევაში ევროპას. ხო, მშრალზე რჩება ამერიკა, იმიტომ რომ იგი ომს გაერიდა, იგი ყველაფერს ეცადა რომ მშვიდობა დაემყარებინა, მაგრამ ვერ შეეძლო. ხო, ამ შემთხვევაში მშრალზე რჩება ევროპა თვითონ ანგრევს თავის თავს და ჩინეთის პრობლემის გადაწყვეტა უკვე ამერიკის შეერთებული შტატებისათვის იქნება ძალიან მარტივი საქმე, შედარებით მარტივი საქმე. თუმცა იქაც სხვა პროცესები ვითარდება. აი დაახლოებით ამ მიმართულებით იღებს არსებული სოფლიო პოლიტიკა განვითარებას, ამიტომ მარტო მშრალად ნეიტრალიტეტში არაა გამოსავალი. აქ კიდევ სხვა რამეშია გამოსავალი. ყველაზე მთავარი ეგ არის, რომ ქართველებმა გავიგოთ. გვახსენდება ბატონი აკაკის მიერ გაცხადებული. ის რაც მივიღე მე იმას გაწვითო, ესაა ჟამი, ესაა მეორედ მოსვლის პროცესი, რაც დაიწყო უკვე ცნობიერ დონეზე და ის ადამიანები უკვე დაბადებულები არიან, ყველაფერი შექმნილია, რაც დედამიწას წაიყვანს დაღუპვისა და განადგურებისკენ. ეხლა აი ამ დაღუპვის გზას შევყურებ ფაქტიურად და არსებობს გამოსავალი არის ბოლოტების გზის დაგდებაში, არაერთხელ გვითქვია. ეს პრეცედენტი ერთ რომელიმე ქვეყანაში მაინც უნდა მოხდეს და ამ ქვეყანად გათვალისწინებული იყო და ღვთაებრივი მისია კაცობრიობის წინაშე ოდითგანვე საქართველოზე იყო განსაზღვრული, რომ ქართველებს უნდა შეესრულებინა ეს როლი, რასაც ჯერჯერობით ვერ ვასრულებთ, ნაწილობრივ რაღაცებს გვაიძულებს ვითარება და ვცდილობთ გავითვალისწინოთ სიტყვიერად მაინც, მაგრამ ვერ მივდევთ. გზები რაც მოსწორებულია, მისი ათვისება და გამოყენება არ ხდება, ვერ ვახდენთ და რა ნიშნები იდება? მის ნიშნები იდება, რომ აი ესეთი შემოვლითი გზით მაინც ძალიან დიდი დაღუპვის საფრთხე ელოდება კაცობრიობას. და ის ადამიანები უკვე დაბადებულები არიან, რომლებიც ჩაუდგებიან ამ სათავეებს საქმეში. ევროპა ფაქტიურად ამ LGBT პროპაგანდით ადრე აღნიშნეთ, რომ ასეთი ტიპის გადახრები გონების დაჩლუნგებასაც იწვევს. ეს მარტო ის არ არის ზნეობრივი საკითხები, იცი რა ეს უზნეობა თუ რას დავარქმევთ, ადამიანი თავისუფალია, თითქოს გონება ცალკეა და უფრო პრაგმატულად კარგად მსჯელობს მაინც მერე რა რომ ძველი რწმენის ბორკილები დავარღვიეთ და მოკლედ საზღვრობას რასაც პარადებს უძღვნიან ამ LGBT იმით, ეგ არაფერს არ უშლის ხელს. არა, ეს გონებასაც უშლის ხელს და გონება დაბინდულია. და თვითგანადგურების კოდი ირთვება ამ დროს. და მართლაც ევროპის ის პოლიტიკური წამყვანი ძალები ევროპის თვითგანადგურების გზას ადგენენ. იმდენად აშკარავდება ძალიან ბევრი რამ, რაც თვალისთვის დახურული იყო, რომ ამის რეალურ დამადასტურებელ ნიშანს გვაძლევს, რომ ის ხალხია ქვეყნების სათავეში მოყვანილი, რომლების ხელითაც ხდება ევროპის დასამარება და კაცობრიობის დაღუპვის გზით წარმართავ და წაყვანა. რა მაქვს მხედველობაში. დიდი ხანი არ არის გასული, მას შემდეგ რაც გამოვლინდა, რომ ეს სამი ევროპული წამყვანი კორიფე ლიდერი სხედან და მარიხუანას მალავენ. შემთხვევით შეუსწრეს ჟურნალისტებმა. მარიხუანათი დაბინდული ტვინი, როცა იწყებს საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, მარიხუანა ბოდისვიხტი, კოკაინი, თეთრი მალავს როქს უკან. ამ საკითხებში დიდად ვერ ვერკვევი და შემეშალა, მაგრამ გამისწორეთ ჩემი ჯემალი. ხო, ასეთი ლიდერებით და ასეთი ხელმძღვანელობით კარგს ვერაფერს ვერ მიაღწევს, თავისთავად ცხადია. ევროპის მილიტარიზაცია და იმის წარმოდგენები, რომ საფრანგეთი ქოლგას გადააფარებს, რომ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემენ უკრაინას და რუსეთს ბრძოლის ველზე დაამარცხებენ საკუთარ დედა სამშობლოს ტერიტორიაზე, ესე იგი უკრაინის ტერიტორიაზე. ეს რომ მილიონობით ადამიანის მსხვერპლის ფასად
დაჯდება და მაინც ვერ შესძლებენ და ეს თვითგანადგურების გზა აგერ ბატონო ეს ყველაფერი ჩანს. ხო, მაგრამ საგანგებოდ შეერჩეული ავანტურისტები ყავთ ხელში. სწორედ ამაში ახლა კოკაინით გაბრუებულ ადამიანს რა მოეკითხება რა პასუხისმგებლობა გრძნობს ის დაუშვათ თავისი ქვეყნის თუ სოფლის წინაშე, როდესაც ამდაგვარი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არის და დამოკიდებულია და ამ პიროვნებების შერჩევა საგანგებოდ ხდებოდა. მათი მორალის, ნეობის, წინარე გავლენის ხოვლების ეს შემთხვევითი მართლა რაღაც თავის ავტორიტეტი არ ვიყვარს ხოლმე პიროვნული შეხება რაღაცა, მაგრამ კი მოხდა ლაბარაკი ხა. წარმოიდგინეთ, როდესაც პიროვნებას თავისი დედის ხელა ქალბატონი თავის მასწავლებელი მოყავს სწორად რა მორალზე ლაბარაკი, რა მორალზე იმ ქალბატონის რომელიც თავის შვილის ხელა და თავის მოსწავლეს მიყვება სწორად და აი კადრები გავრცელდა სადაც ჩანს თუ რამ ხელა გავლენა აქვს ამ ქალბატონს თავის მეუღლეზე და ეს მეუღლე თვითმფრინავში ურახუნებდა სახეში როგორც გამოჩნდა. ეს მეუღლე არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ევროპული ქვეყნის პირველი პირი ლიდერი და ის პირდება რომ გადააფარებს ამ ქოლგას ევროპას და ის იქნება პასუხისმგებელი მის უსაფრთხოებას. აი ახლა რასთან გვაქვს საქმე თავად წარმოიდგინეთ ესენი რა პიროვნებები როგორ არიან შერჩეულები თუ ეს ძალიან დიდი გეგმა მუშაობს და არა და აშკარაა რომ მუშაობს ხო მაშინ საქართველოს ადგილი ამ დიდი გადაწყვეტილებით როგორია თუ უნდა ამომით გაწყვეტილიყო კავშირები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ეს მოხდა კიდეც როგორც ენერგეტიკული ასევე ნედლეული და ასე შემდეგ ეხლა ბუნებრივად გადმონაცვლა ამიერკავკასიაში მაშინ ამ დიდი გეგმის მიხედვით რა ადგილი ეკუთვნის საქართველოს. საქართველოში მაშინ ამ დიდი გეგმის მიხედვით ან მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო, რაც ვერ მოახერხეს და ჩაიშალა ეს გეგმები ღვთისმწყალობით. ან დაც ბოლოს და ბოლოს თუ აქ სამხედრო საკითხებს ვერ გადაწყვეტენ საქართველოში. იმდენი მაინც გააკეთონ, რომ არსებული ხელისუფლება მოექცეს შავსიაში და სანქციირდეს და ავტომატურად დაიკეტოს სავაჭრო არტერია. რითაც ჯერ კიდევ ხერხდება აღმოსავლეთსა და დასავლეთის დაკავშირება და ამით ამ საზღვაო იმპერიების, ზღვის ხალხების პოლიტიკა გამოვიდეს გამარჯვებული, კონტინენტალური გზების ლიკვიდაცია თავისთავად ზღვებს კვლავ აქტუალურს გახდის, სადაც თავს ისინი ჯერჯერობით ძალიან კარგად გრძნობენ. საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი აღარჩინოსნის განცხადებით უკვე გამოცხადებულია ჩინეთის ინტერესების გამტარებლად და ამერიკის ინტერესების მკმობელად. კი, პირდაპირ ამ მეგობარად შეგაა პირდაპირ მითითებული, რომ იქ ჩინეთთან ურთიერთობები და რუსეთთან ურთიერთობები ძალიან წინა პლანზეა წამოწეული და მოკლედ საქართველოს ჩვენი მტრების მხარეზე გადასული. ეს პირდაპირაა დადებული. აგერ უყურებთ, რომ საერთაშორისო ვითარებაშიც მართლაც ის ნიშნები ცხადდება, რაც ბატონმა აკაკი მოიტანა, ის სიტყვა, რაც ბატონი აკაკის მიერ 28 წლის განმავლობაში გადმოიცემოდა, რომ ჭეშმარიტია დასტურდება ყოველდღიური მიმდინარე მოვლენები. კი, ხო და ამიტომაც ამერიკის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს მიმართებაში გატარებული პოლიტიკა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სვავს, ესე იგი იქ შორს მაღალ კულისებში მიღებული გადაწყვეტილებები და მიხედვით მიმდინარეობს ჩვენ დამი მათ მიერ გატარებული პოლიტიკა და არა ისე როგორი წარმოდგენები ჩვენ ხელისუფლებას ჰქონდა რომ თუ კი კონსერვატული ფრთაზე გადანაცვლებოდა და კონსერვატორები მოვიდოდნენ მე დაულაგდებოდა ვითარება და გაიხანგრძლივებდა ამ ხელისუფლებაში მარადიულად ყოფნის სურვილებს გაიხანგრძლივებდა მაგრამ იქ კურსებში თუ ისაა გადაწყვეტილი რომ კონტინენტალური გზები უნდა ჩაიშალოს და ის გზები გაიყვანონ, რაც თავიანთ კონტროლის ქვეშ იქნება მხოლოდ. მაშინ ვითარება იცვლება, მაშინ გასაგებია რატო გრძელდება სანქცირება ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რატომ მოუხსნეს სირიის ერთი საინტერესო ფაქტია ახლა ქალბატონმა ფონ დერ ლაინმა ილაპარაკა შუა დერეფნის საკითხებზე და იქ საერთოდ საქართველოს ხსენება არ ყოფილა. ხო, ესეც ტვინის აღრევისა და აბურდის საქართველოს მომავალში
მხოლოდ ისე მართლაც მაპატიეთ ამ იმისთვის ბარბარიზმისთვის თუ ჟარგონისთვის, მაგრამ პრახადნოი მათგან გასასვლელად განიხილავენ და არა სახელმწიფოდ, ეს იმაზე მიანიშნებს თუ უბრალოდ რთული საკითხი ახლა მან რა ჩაიფიქრა, გამოხატა წენა, რომ საქართველოს ურჩობა გამოიჩინა, ბოლომდე მიყვანილი საქმე და ბოლომდე დალაგებული უცებ აებურდათ ეს წენის გამოხატულება თუ სხვა, არ ვიცი ახლა თუ შუადერეფანი უნდათ საქართველოს როგორ უნდა გადაახდეს ეს შუადერეფანი. ხო, აი საინტერესო ხსენება არ არის საქართველოს როგორც სახელმწიფოში და სამომავლოდ აღარ აპირებენ რომ სახელმწიფოდ განიხილონ თუ რას მიანიშნებს. ხო, აქ არის ასევე საინტერესო ამბავი სირიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ალ-ქაიდას ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო და მასე ამერიკას ჰქონდა დაწესებული ფულადი ჯილდოც ამ მკვდარ სამцоცხალს ვინც ჩააბარებდა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ჩამოხსნეს, ყოველგვარი სანქციები მოუხსნეს, პირისპირაც დაისვეს, თავზეც ხელი გადაუხსნეს როგორც ევროპელებმა, ასევე ამერიკის ადმინისტრაციამ თავად ტრამპმა. შეაქეს ეს პიროვნება, რომელიც რამდენიმე თვის წინ ქრისტიანებს ანადგურებდა და არა მარტო ქრისტიანებს, ბავშვებს ხოცავდნენ და უსახით და რაშია საქმე. ლაპარაკია იმაზე, რომ კატარიდან გაზი გამოიყვანონ და მათ გაატარონ სირიის ტერიტორიაზე და ასე მოამარაგონ ევროპა. შედარებით ძვირი იქნება. თავდაპირველად ასადის წინააღმდეგ ჯანგი, დასავლური ჯანგი დაიწყო იმით, რომ ეს პროექტი როდესაც შესთავაზეს, ანუ ეს იყო რუსეთის თამაშგარე დატოვების პროექტი. კი, რუსეთს თვითონ გაყავდა ხაზები ჩრდილოეთის ნაკადი. კატარის გაზი სირიაზე გავლით უნდა მიწოდებოდა ევროპას და ამით რუსეთი უნდა დარჩენილიყო თამაშგარე და შემოსავლების გარეშე. გაზზე მიღებული შემოსავლების გარეშე. ასადს და მის ოჯახს და მის რუსეთთან ტრადიციული კარგი ურთიერთობების გამო მოუხდა ამ პროექტზე უარის თქმა. აი მე მოყვარო იქ რაღაც ბავშვი მოკლდეს თუ ჟურნალისტი მოკლდეს. როგორც ხდება ხოლმე. ხო, ალგორეს რევოლუციის და რომ ნუ ახლა ასადის დამცველობა ჩვენ არ გამოვგდებით, მათ ასაცავი არაფერი არ აქვს, მას თავისი წოდები ეყოფა. და შეცდომები, რაც თავის მმართველობის პერიოდში დაუშვა, მაგრამ აქ ლაპარაკობ ჩვენ უბრალოდ ფაქტზე, რომ როგორი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, რომ მათთვის რაიმე ლოგიკა არ არსებობს და როდესაც შენ ცდილობ მათ ლოგიკას ჩაწვდე, უკვე წაგებული ხარ, იმიტომ რომ მათ საქციეს ლოგიკა არ გააჩნია, სრული ორმაგი სტანდარტი არის, ასადი დიქტატორი იყო, გადააგდეს კი ბატონო, მაგრამ მთელი კათოლიკური ევროპა და ამერიკა ხარს უჭერს იმ ძალას, რომელიც ჯერ იქამდეც გამორიჩეოდა საკმაოდ ყრიფე დამოკიდებულებით ქრისტიანებისადმი და ახლა საერთოდ, როდესაც ხელმწიფო ძალაუფლება იქ გახსოვს ის რამოდენიმე თვის წინ სისხლის კალმები მოაწყო და უმეტესად ეს შეეხო ქრისტიანულ მოსახლეობას. ბავშვებს და ქალებს ყელები დაჭრეს და მე იყო რომ კარბონდა ეს ხალხი და სადღაც წასულიყო არის ნაწილმა რუსეთის სამხედრო ბაზაზე მიაღწიოთ იქ ითხოვა თავში საფარი და მთელი ამბები იყო. და ის ხალხი თურმე დღეს დემოკრატია მათთან საუბარი შეიძლება ერთმაგიდასთან დაჯდომა შეიძლება პროექტების განხილვა და განხორციელება შეიძლება და აი საქართველოში თურმე ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ დაიჭირეს 19 წლის ბავშვი. ხო, ახლა ის ბავშვი რას აკეთებდა, რას არ აკეთებდა, მე არ ვიცი, ჩვენ საქმე არ არის, მაგას ამბობ გამოძიება მიხედავს, მაგრამ ისიც ავიწყდებათ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც წინა ხელისუფლება იყო, ვისაც ისინი მხარს უჭერდნენ და დემოკრატიის უფრო აცხადებდნენ, დღესაც იმაზე მუშაობენ, რომ დააბრუნონ 14 წლიდან იწყებდნენ ბავშვების საპატიმროში გამწესებას და ერთ-ერთი ბავშვი დაიჭირეს მეზობლის მარნიდან თუ იქიდან სამზარეულოდან 3 კილა წნილის მოპარვის გამო. და თან ეს ბავშვმა ცალკე მოწამოიყო. ახლა უბრალოდ რატო წვრილმანდელი, აი რომ თვალნათელი რო გახდეს. ის პარადოქსები რა. ხო, რასთან აქვს საქმე, თორე ახლა ამ შეზღუდულ ძვირფას დროს ვართ მე პრინციპში მსვენელს, მაგრამ აი რომ გაიაზროთ რას მე და შეკრებითობის
პირობით რადგან სამჯერ გადავიდა და სამჯერ ცალკე დანაშაულად ჩაერთვალა და შეუკრიბეს დანაშაული 14 წელს ბავშვი გაუშვეს ციხეში. ხო და აი ამ პარადოქსებით, აი ამ ორმაგი სტანდარტებით მოქმედ ძალასთან გვიხდება ურთიერთობა და ცოტა მეტი გააზრება, მეტი ჭკუის ჩატანება გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სავალალო არ აღმოჩნდეს. კი, აი ამ ფონზე, როდესაც უკვე ყოველგვარი რაც დაფარული იყო ნელა გამოდის და ჟღამდება, ხედავთ რომ ეს დემოკრატიის ნიღაბი რაც აფარებული ჰქონდა დასავლეთს, კონკრეტულად თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს ნიღაბი ჩამოიწრო და გადააგდო, იმიტომ რომ ძვირი მიჯდება, იმიტომ რომ ამ ნიღბით რა მიზნებიც იყო ჩაფიქრებული, ულტრაგლობალისტური მიზნები გაიჭედა. და ახლა ამერიკას აღარ ჭირდება ზედმეტი ხარჯია უკვე კიდევ დემოკრატიასაც აფინანსო და ბოლოს ეძლებს ეს ყალბი ფულის ბეჭვი და ქაღალდით ვერ აღარ დრო აღარ არის მაგის. აღარ დრო აღარ არის ამისი და ამიტომ აბსოლუტურად ავლენს თავის ბუნებას. არავით არის ადამიანის უფლებებზე არა ლაპარაკი, მილიონებსაც დაახოცავენ და გაწირავენ. თავარი რა არის? როგორ დაამყაროს კონტროლი ენერგეტიკულ რესურსებზე, სოფლის ენერგეტიკულ რესურსებზე. როგორ ჩაძიროს მოწინააღმდეგე კონკურენტი, ამ შემთხვევაში ჩრდილოეთი რუსეთი და როგორ დაიკავოს გლობალისტური განზომილების უმაღლესი ადგილი, რომ ამერიკა იყოს ყველაზე პირველი და ყველაზე გაბატონებული მთავარი იმპერია. აი ამ გზაზე ყოველგვარ ღირებულებებს ვატყობთ, რომ სანაგვეზე ისვრია. ადამიანი, რომელიც მკვლელია, ადამიანი, რომლის პოლიტიკური ძალაც მოდის უსასტიკეს მკვლელობებზე, მას სანქციები ეხსნება და საქართველოს ხელისუფალად, რაც არ უნდა ვეწინააღმდეგოთ მათ მიერ გატარებულ პოლიტიკურ კურსს, ხო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ასანქციებს. რატომ? იმიტომ რომ მათ პოლიტიკურ გეგმებში არ შედის ამათი პოლიტიკა, რაც წესენი ატარებენ. ამჟამადელი ხელისუფლება რა პოლიტიკასაც ატარებს, არ შეესაბამება მათ სურვილებს. ამიტომ ესენი უნდა დასანქციდნენ, შავსიაში უნდა ჩაიწერონ, კაცის მკვლელები და ბავშვის მკვლელები, ბავშვების მკვლელები და ქრისტიანების დამხოცავები თავზე ხელგადასმულები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ მათ პოლიტიკურ ინტერესებს ეთანხმება ამჟამადელი ხელისუფლება, ვინც მოიყვანეს ქვეყნის სათავეში, გვამებზე გადავლით სხვათა შორის. ხო, ამგვარ ორმაგ სტანდარტებს აქ ადგილი და რამხელა საცოდაობა თბილისის ცენტრში გარედან შემოსული ფულით და ამ იდეოლოგიური მანქანის მავნეზე მოქმედებით, რომ გამოდიან და რაც ევროპულ და დასავლურ ღირებულებებისათვის თავდადებულად აგრძელებენ და აგრძელებენ დაუსრულებელ აქციებს თბილისის ქუჩებში. რამხელა საცოდაობა, ამხელა სიმახინჯეს ფარდა აქვს ახდილი მთელი მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ იმდენად ვარ გარკვეული ნაწილი დაღრმავებულები, რომ ისევ რაღაც არ არსებულ ქიმერას მივიდებთ, რომ თუმცა დასავლეთშია ხსნა და გადარჩენა. ასევე თვითონ ევროპაც თქვით, რომ ეს LGBT გამოტვინება უკვე იქამდე მიიყვანა, რომ საკუთარ დასაკლავ დანას თვითონვე ჭედს ევროპა და თუ კი არ მისდევს პოლიტიკური დაჯგუფებები ამ დამღუპელ გზაზე, ამ პოლიტიკურ დაჯგუფებებს სულაც არ ექცევენ დემოკრატიულად. ჩვეულებრივი დიქტატორული მეთოდების გამოყენებით აპატიმრებენ, აშანტაჟებენ, იჭერენ, პოლიტიკურ სარბიელს აშორებენ. რუმინეთში გამარჯვებული. მაგალითად კი რუმინეთის ამბები ავიღოთ საფრანგეთის ამბები, გერმანიაშიც მსგავსი რამ არის მოსალოდნელი უკვე, რომ უნდა ჯერ დააკვირდნენ და მე შეზღუდონ ახალი სხვა ტიპის მოძრაობა, რომელიც გერმანიაშიც არის ჩამოყალიბებული, ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით დემოკრატიისათვის ყოველად მიუღებელ ნაბიჯებს დგამენ. თუ კი სიტყვის თავისუფლება, როგორ შეიძლება ადამიანი შეზღუდული იყოს, მაგრამ არა. ესე იგი, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ LGBT დიქტატურასთან, რაც ევროპაში ძინვარებს. ხო, ამერიკას ახლა LGBT არ უნდა, იმიტომ რომ
LGBT-ი მოგებული ომი და რა ვიცი აშენებული ქვეყანა არ არსებობს ეს ბუნებრივია იქ კონსერვატული ფრთაა მოყვანილი თქო რა მოლაპარაკებებია ვიცით ეს უკვე გახსნილია ეს თემაც რომ ნომერ პირველი ამოცანა ამერიკისთვის იმ წარმოებული პროქსი ომით რუსეთი გაიხადო სატელიტი ანუ რუსეთმა ფაქტიურად კაპიტულაცია გამოაცხადო სამ მოლაპარაკებებით არ წაუგია ომი ბრძოლის ველზე მაგრამ ისეთ რამეზე მოუწეროს ხელი როგორც დამარცხებულმა მაგრამ ეს როგორც ჩანს ვერ ხერხდება პროგრამა მაქსიმუმის მიღწევა ვერ ხერხდება ნუ რა არის ესე იგი ამერიკას უნდა გაყვეს ჩინეთთან დაპირისპირებაში ამერიკის კომპანიებს ჩვეულებრივ ისე უნდა გაუხსნას წვდომა თავის ნედლეულზე და ისევე აჭამოს როგორც აქამდე კვებავდა და თვითონაც ოლიგარქია ჭამდა ხო მაშინ ამერიკა მართლაც ისეთი ძლიერი გახდება როგორც არასოდეს და რომ გავითვალისწინებს რუსეთის სამხედრო ძლიერებას და ამას თუ დაიქვემდებარებს ჩინეთი არავითარი პრობლემა არ იქნება და ამერიკა გახდება ის რასაც გულისხმობენ თუ ამ მაქსიმუმს ვერ აღწევს არის შემდეგი ეტაპის საკითხები მაშინ რუსეთმა უარი თქვას იმ ახალ მოკავშირეებზე ზურგი შეაქციოს ირანს ჩინეთს აღმოსავლეთს კორეას მათთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები ახლა ეს როგორც ჩანს არც ეს არის თლად მიღწევადი საქმე ესე იგი ან ხდება ამერიკის სატელიტი ყველაზე კარგი ვარიანტი თუ არ ხდება გაემიჯნოს მაინც არია ამათ და დახმარება არ გაუწიოს გაუქმოს ხელშეკრულებები რაც დაუდო ფაქტიურად და თუ ესეც ვერ მოხერხდება მაშინ ევროპიდან გავა ევროპას შეაიარაღებს ამერიკა და მაშინ ევროპასა და რუსეთს დააჯახებს ერთმანეთს და ასე პატარა მასშტაბის აპოკალიფსი დატრიალდება ოკეანის გაღმა იქნება მშვიდობა და მე ყველაფერი დარჩება მაგათ ეს არის ღიად გამოტანილი და მიმდინარე მოლაპარაკებების კულისები ამ საკითხებს ეხება სინამდვილეში რას მიაღწევენ, რას არ მიაღწევენ, გამოვა ეგეც მალე. ესე იგი ეს არის ჟამი სწორედ ეს არის მეორე მოსვლა ეს არის ის დრო როდესაც ხდება დედამიწაზე ადამიანის ყოფნა არ ყოფნის საკითხები. და გამოსავალი მოცემული გვაქვს უფლისმიერი გამოსავალი მაგაზე გვიწერდა საუბარი და მოქმედება ბატონი ეკაკის მეოხებით ახლაც იგივეს ვაგრძელებთ და ვთვლით რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული ჯერ კიდევ შეიძლება გარკვეული შემოbrunება ვითარების იმიტომ რომ ერთდროულად სხვა ნიშნებიც იდება თუნდაც ის ნეიტრალიტეტის საკითხით გარეთ გამოტანა ხო დრო რას დრო გადის უფრო და უფრო ვაკვირდებით რომ იკუმშება ერთგვარად დაჭირხნულია და გვაიძულებს რომ რაღაცა მტკიცე ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ამ ნეიტრალიტეტზე ბოლოს და ბოლოს ღიად უნდა ავლაპარაკდეთ და ბოლოს და ბოლოს საბუთი გვაქვს თუ კი ვინმე საინტერესებს რომ ქვეყანა გადარჩეს. აგერ საბუთი არის. ეს ერთი და მეორე ყოველთვის ამასაც ხაზს უსვამთ რომ საჭიროა გაყიდული გასხვისებულის უკან დაბრუნება, ეროვნული საკუთრების შემოღება, ფორმაციის შეცვლის გზით სიარული, თორე დემოგრაფიულად ჩვენ გავქრებით იმ ხელანაკადებიო დაძრული საქართველოს მიმართულებით თბილისში თავარი მოედნები სავსეა არაქართული ნაკადებით. ჩვენ უბრალოდ შთანთქავს მსოფლიო. რატო? იმიტომ რომ დასავლეთის მიერ დამკვიდრებული წყობა გვაქვს, ფორმაცია გვაქვს. ეგ გლობალისტურ მიზნებს ემსახურებოდა, რომ აღრევა წასულიყო და ერები გამქრალიყო. ამან ხელფეხი გაუხსნა აღმოსავლეთის და სამხრეთის ხალხებს, რომ წამოვიდნენ და მართლაც მოახდინონ ევროპისა და ყველა იმ ქვეყნის გადაჯიშება და გადაგვარება, რომელიც ამგვარი პოლიტიკის გატარებას დაიწყო. ჩვენ სამწუხაროდ ფაქტობრივად ჯერ კიდევ
ასეთი ფორმაციული რეჟიმით ვცხოვრობთ. აქტიური ზომებია მისაღები. კიდევ მას შევახსენებდი, რომ ეს ყველაფერი ეროვნული კრებით და ეროვნული ყრილობით გვაქვს გადასაწყვეტი. თუ გადაწყვეტა გვინდა. ყველანაირი იურიდიული პირობა მომზადებულია და დევს. თუ გვინდა გამოვიყენოთ და თუ არ გვინდა, მაშინ აუყურებთ როგორც არის მიმდინარე მოვლენები. ისტორია მრავალი ფაქტი იცის, როდესაც მტერი დამპყრობელი ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლეს თავისი ომებისთვის იყენებდა სამხედრო ბეგარის საკითხებზე ლაპარაკი, მაგრამ ისეთი ეპიზოდებიც ვიცით, როდესაც ქართველები ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე თვითონ ვიქაჩებოდით სხვის ომში, უამრავი სისხლია დავრული სხვის ომებში, ქართული სისხლი, როგორც მუხრანის ლექსში ასე სისხლო ჩემოსად არ დავრილო. მაგრამ აი ბოლო დროს გვეყო ჭკუა და იმ ომში, რასაც წითლებისა და შავების ხელჩართული ომი ქვია, ხელახალი გადანაწილებისთვის, გავლენის სფეროებისთვის, გვეყო ჭკუა და სახელმწიფოებრივად არ ჩავერთეთ ამ ომში, ნეიტრალური პოზიცია დავიკავეთ, რამაც გადაგვარჩინა კიდეც. არის მსხვერპლი, ახლა ორივე მხარეს იბრძვიან სამწუხაროდ ქართველები, ორივე მხარეს არის მსხვერპლი. უკრაინის მხარეზეც, რუსეთის მხარეზეც, მაგრამ ეს ძალიან ცუდია, ძალიან შემაშფოთებელია, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოყოლოდა და საბედნიეროდ აი მოგებულებას გადაგვარჩინა ფაქტობრივი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, ჩვენ ამაზე არაერთხელ ვილაპარაკი, არ გავაგზავნებ. მეორე თემა ფორმაციის თემა. ვილაპარაკეთ სოფლიოში შექმნილ მდგომარეობაზე, სხვა დროსაც ბევრჯერ ვისაუბრია, რამ მიიყვანა კაცობრიობა და მსოფლიო ამ მდგომარეობამ. ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ არსებულ ფორმაციაში, სისტემაში ჩადებულია თვითონ ის კანონები, რომელიც აიძულებს ამ ქვეყნებს, ამ ქვეყნების მმართველებს, ამ მმართველების უკან დგარ გლობალურ ძალებს, რომ ამდაგварად წარმართონ პოლიტიკა. ანუ მოთხოვნა რა, იაფი მუშახელი, იაფი ნედლეული და გასაღების ბაზრები. იაფი მუშახელს რომ თავი დავანებოთ, იაფი ნედლეულის და გასაღების ბაზრებისთვის ბრძოლა არის გადაზდილი ამ სოფლიო დაძაბულობაში, რასაც შეიძლება მესამე სოფლიო ომამდეც კი მივყავართ. და ფორმაციის არ შეცვლა გამოიწვევს იმას, რომ რაც უფრო შორს წავართ, მით უფრო გაიზრდება საფრთხე. აქედან გამოსავალი ერთადერთი შეიძლება იყოს, რომ სწორედაც იმ კერას მივაგნოთ, ის შევცვალოთ, რაც ამ ყველაფერს უბიძგებს, რაც ამ ყველაფერს წარმართავს სწორედაც ამ მიმართულებით. დიახ. აი, ზოგჯერ ფორმაციის შეცვლაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, ზოგს ვერ წარმოუდგენია, როგორ არის ეს შესაძლებელი, რაზეა ლაპარაკი, ან რა შუაშია ფორმაცია იმ შექმნილ მდგომარეობასთან, რაც თუნდაც საერთაშორისო მდგომარეობას რო თავი დავანებოთ, ქვეყნის შიგნით რო შემოვიხედოთ, მე აი უფრო გასაგებად, უფრო მარტივად არ შემიძლია თქვა, აი როგორც გლეხის ჩაგვრას არ დაადგა საშველი იქამდე, სანამ ბატონყმობა არ იქნა გადაგდებული, შეცვლილი, ისე არ დაადგება საშველი ჩვეულებრივ ადამიანის ყოფას, ცხოვრებას, მდგომარეობას, ვიდრე იქნება ეს ფორმაცია. აი, უფრო მარტივად ვერ ვიტყვი. არა და პარადოქსი სწორედ ის არის, ჯემალი, რომ მეცნიერულ ტექნიკურმა პროგრესმა იმხელა საშუალებები შექმნა, რომ ადამიანი გაცილებით წარმატებულად და გაცილებით კარგად უნდა ცხოვრობს. თითოეული ადამიანზე ლაპარაკი და არა ერთ ელიტაზე, ერთ ჯგუფზე. გაცილებით კარგად უნდა ცხოვრობდეს. ისეთი კარგად უნდა ცხოვრობდეს, როგორც არც არასოდეს არ ცხოვრია. რაც ჩვენს მეხსიერებაში დევს ისტორიულ პერიოდებზე ლაპარაკი. იმიტომ რომ ასეთი დიდი ტექნიკური შესაძლებლობები, რაც ადამიანის ცხოვრებას გაუიოლებს, არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ამ ფორმაციის ასიმეტრიული გადანაწილების და ასე შემდეგ, ამ ფორმაციის, ამ წესწყობილებიდან გამომდინარე, რიგითი ადამიანი ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობს, მაგრამ იგი მიჯაჭვულია თელ რიგი. ტექნიკურმა პროგრესმა ის კი არა უფრო უარეს მდგომარეობას ჩააყენა, იმიტომ რომ ბევრ სადაც
ჩვეულებრივ მუშახელი იყო, ადამიანური რესურსი იყო საჭირო, იქ უკვე კომპიუტერული დამონტაჟება წავიდა და ადამიანის სამუშაოს ასრულებს რობოტები და სხვადასხვა მანქანები და ამან უფრო უმუშევრობა გაზარდა. რა თქმა უნდა, კაცრი კონკურენცია და აქ ლაპარაკი რაზეა, რომ რეალურად ადამიანების ბედი არავის არ აინტერესებს. თავარია რომ ავანს იაფი დაუჯდეს წარმოება, რომ შემდეგ მოგება გაზარდოს. ხო, საბაზრო პირობებიდან გამომდინარე ჯერ ერთი მოგება გაზარდოს და მეორე საბაზრო პირობებიდან გამომდინარე იოლად ძლიოს და კონკურენცია გაუწიოს თავის კონკურენტს. დიახ, ეს ხო არის ჯუნგლის კანონი, რბოლა, ვინ ვის ძლევს, ვინ ვის აჯობებს. ამან ის უნდა გააკოტროს, რომ იმისი ჩაიგდოს ხელში, ნედლეული იქნება თუ გასარების ბაზარი და ჩამოიცილოს კონკურენტი, რომ თავის კეთილდღეობას დაუდოს საფუძველი. აი, ეს სისტემა ამაზე აგებული. სხვა უნდა შეჭამო, სხვა უნდა გააკოტრო, სხვას უნდა წაართვა, თუ გინდა რომ კეთილდღეობას მიაღწიო. სწორედ ეს ქმნის ის მეორე მხარე არ ნებდება ამას, რომ ადვილად შეეჭმეილოს, არც ის არ არის ამისთვის მზად და თანახმა არ არის ამაზე და ეს დაპირისპირებებს ეს წარმოქმნის როგორც ქვეყნის ისე სახელმწიფოებს შორის და ბლოკებს და დაჯგუფებებს და რა ვიცი კომპანიებს და კორპორაციებს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ახალი ძალიან ძლავრი საცდური ჩნდება ხელოვნური ინტელექტის სახით და საშუალებით. ძალიან მაღალ წრეებში, რა თქმა უნდა, ეს იდეა დიდი ხანია დამუშავებას განიცდის და პრაქტიკულ განხორციელებასაც ნელ-ნელა ხორცს ისხავს და არც ირაშია, არც სწორედ იმაშია, რომ იმგვარად იყოს ეს ხელოვნური ინტელექტი პროგრამირებული, რომ ფაქტიურად მართვაზე, ხელოვნურ მართვაზე აიყვანონ უზარმაზარი მასები. ადამიანს გაუჩინო მიწაზე ყოლისწოდნე ღმერთი, რომლის გარეშეც ის თავს ვეღარ იგრძნობს კომფორტულად. ესე იგი, როცა უკვე საინფორმაციო საშუალებები განვითარდა, რადიოს, გამომცემლობა იყო ჯერ, შემდეგ უკვე ტელეგადაცემები გაჩნდა და ეკრანებს მივეჯაჭვეთ და ჩვენი რწმენის საფუძველი გახდა გაზეთთან ერთად ტელეეკრანი. ბევრჯერ იყო, რომ აი, რასაც ამ კაცო კარგია, მაგრამ აი ტელეეკრანიდან რომ მეტყვი, მერე უფრო დაგიჯერე. სულ პრობლემა იყო, იმიტომ რომ ჩვენი რწმენა გადავიდა ეკრანებზე. და ტელევიზიები კიდე ვიცით, ახლა ნელ-ნელა ხო გაიხსნა, რომ თურმე უზარმაზარი ფული იდება და ვიღაც კერძო პირების საკუთრებაა. და ეს კერძო პირები ვინ არიან? რა დიდ ინფორმაციულ ველში არიან ჩაბმულები და ეს მდიდრები შემოსავალს რატომ ikლებენ? ტელევიზიები წამგებიანი საწარმოებია. თუ ამ კუთხით შევხედავთ, ესე იგი დაფინანსების გარშემო ყველა გაკოტრება. კი, ხო, ამაში რაშია საქმე? რატო იღებენ? იმიტომ რომ ინფორმაცია იქნა შენარჩუნებული. ის ინფორმაცია, რასაც ქვია, რომ ვიყიდე და ჩემია და საზოგადოებრივი აზრის თავის და სასარგებლოდ მართვა. ნელ-ნელა ალბათ ამას უკვე ხვდებით, ხო. ამ დროს შემოდის ინტერნეტი, გლობალური ქსელი, რითაც ფაქტიურად ჩვენს ვახერხებთ, რომ დაგიკავშირდეთ თქვენ. და აქვე ჩნდება უკვე ხელოვნური ინტელექტი. თუ კი ტელევიზია მოკლედ ირთვება და უყურებ, აქ თითქოს უამრავი არჩევანის საშუალება გაქვს, შენ რაც გესიამოვნება იმ თემას გამოძენი. მსოფლიო დიდია. აქ თითქოს თავისუფლების დიდი ისა გაქვს ვარიაცია ინტერნეტ ქსელში. და რა მოიტანა ტექნიკის ამ უზარმაზარმა მიღწევამ, რაც არის მობილური ტელეფონი, ხო? ამან მოგვიტანა დასავლეთიდან დანერგილი სწავლა აღზრდის გამანადგურებელი სისტემასთან ერთად მოიტანა საშინელი მიჯაჭვულობა თამაშებზე, გასართო პროგრამებზე და ფაქტიურად ახალგაზრდა რომ მოდის ტელეფონი. თუ ის ახალგაზრდა არის უკვე ტელეფონი გამხდა. ამაშია ყველაფერი თავმოყრილი. ეხლა აქ უნდა ჩაუსვან ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ყველაფერზე გასცემს პასუხს. მაგრამ ეს პასუხები იქნება ისეთი,
როგორი პასუხებიც ენდომება იმათ, ვინც ეს საერთო ჯაჭვიდან არ იქნება ამოვარდნილი. პროგრამისტებს რო დაუკვეთა და როგორი დაკვეთაც აქვს მიცემული. იმ სოფლიო ფარული გამოუცხადებელი მთავრობის მესეურების მიერ სათანადო დაკვეთით იქნება პროგრამირებული ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დედამიწაზე ღმერთის როლს შეასრულებს. მე მგონი ახლა ძალიან შორს მოვდის უკვე საუბარი. აი ეს თემები ციცეს თუ გინდა ამ თემებზე შემდეგ გადაცემებში ვისაუბროთ. ახლა მე მგონი გაგვექცა დრო ჩვენ ვიმონტროლეთ და მგონი დროა რომ დავემშვიდობოთ ჩვენ. ესეც არის კაცობრიობის და ადამიანის განადგურების ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური უკვე მიმდინარეობა და ამასაც უნდა გაჩერება და სიტყვა ამაზეც სათქმელი. შემდეგ გადაცემებში გარკვეული დრო შეიძლება დავუთმოთ ამ თემას კი არა, ალბათ აუცილებელიც იქნება, მაგრამ დღეს ამ თემის გაშლა უკვე ძალიან შორს წაგვიყვანს. მართალია. დრო გაგვექცა. მადლობა მოუხადოთ ჩვენს ვენერს და დავემშვიდობოთ შემდეგ შეხვედრამდე. მადლობა ყურადღებისთვის.